სოფელ საბირქენსა და ალგეთში მაღალი ძაბვის სადენების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღდგენილ სამუშაოებს მარნეულის ენერგოქსელები ანხორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ 1000-მდე ოჯახი მაღალი ხარისხის ელექტროენერგიას მოიხმარს. ამ დროისთვის 14 სოფელში მსგავსი ტიპის სამუშაოები უკვე დასრულებულია. 2012 წლის ბოლოს კი მაღალი ძაბვის სადენები 32 სოფელში შეიცვლება. დაახლოებით 190 საყრდენი არის გამოცვლილი და სადღაც 15 კილომეტრია ახალი ხაზი გაჭიმული. ქსელი ძველია, კომუნიზმის პერიოდში გაკეთებული და თავისთავად ის რეაბილიტაციას საჭიროებს და პლუს ამას კიდევ ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის მზადდება ქსელი. იერასანდა თელეგრაფებნადა ძლიერი ქარის დროს ხაზები ზიანდებოდა და სინათლე ითიშებოდა. ახლა კი ახალი კაბელური სისტემა კეთდება და ძალიან კარგია. მარნეულის ატა ჰოლდინგის საკონფერენციო დარბაზმა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, ახალგაზრდა იურისტების და უსაფრთხო მსოფლიოს მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლა. შეხვედრას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, რეგიონის მოსახლეობა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიზანი კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაა, რაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ძირითად გამოწვევებზე აქცენტების გაკეთებას და მეტ ჩართულობას გულისხმობს. ჩვენ 3 წლის მანძილზე უკვე ვახორციელებთ ამ პროექტს და პროექტის პირველ ეტაპზე ხდებოდა მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვლევა, ასე ვთქვათ, რა მიაჩნია მოსახლეობას მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობის წინაშე არსებულ გამოწვევებად და სწორედ აი ამ კუთხით ხდებოდა კონსულტაციები და გამოიკვეთა რიგი საკითხები, მაგრამ საკითხებთან ერთად ასევე რეკომენდაციები თუ როგორ ხედავს მოსახლეობა ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება არ არის პირველი. ჩვენ ასეთ დისკუსიებს უკვე მეორე რაუნდია ამ დისკუსიების და საქართველოს 4 რეგიონში იმართება და თითოეულ რეგიონში იმ საკითხზე ხდება დისკუსიის ჩატარება, რაც ერთ-ერთი არის გამოვლენილი პრობლემათაგან. დღეს სწორედ ეს არის სოფლის მეურნეობის რესურსების არათანაბარი განაწილების აღქმა, სწორედ და გვინდა და რომ საშუალება მიგვეცა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ცენტრალური ხელისუფლების და ასევე ადგილობრივიდან და მოსახლეობისთვის, რომ აი ამ თემაზე ყოფილიყო დისკუსია. დღევანდელი დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მაინც ეკონომიკურ დარგშია. ჩვენი შეხვედრის მიზანია სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის მუდმივი დიალოგის არსებობა. შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეძლევა საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს და სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემები გააცნონ, რაც მათ მიიღეს ინფორმაციის სახით მოსახლეობისგან. კერძოდ ჩვენთან რაიონში მე წარმოვადგენ თეთრწყაროს რაიონის არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციას. ძალიან დიდი პრობლემაა სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციის დროს მოსახლეობის არაინფორმირებულება, როდესაც იყიდება მათ სარგებლობაში და ფლობელობაში არსებული მიწები კანონიერად, მაგრამ ინფორმაცია არ მიდის მათ და მე ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც აწყობს ღია და სპეციალურ აუქციონებს, არ აცნობებს ამას მოსახლეობას. სოფელ ალგეთში 108 წლის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია სოკარ ჯორჯიას დაფინანსებით და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. თემირ ხან ჩოვდაროვის სახელობის საჯარო სკოლა მთლიანად თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი, სადაც 500-მდე ბავშვი სწავლობს. საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიას განათლების მინისტრის მოადგილე ქვემო ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძალიან კარგი არის, როდესაც საზოგადოება თავად ერთვება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მე განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, კონკრეტულად სოკარის კომპანიას, რომელმაც ითავა აი ამ არაჩვეულებრივი შენობის აშენება. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ზრუნავთ იმაზე, რომ ბავშვებს შეუქმნათ გარემო და ყველანაირი პირობები იმისათვის, რომ მათ ისწავლონ, იმიტომ რომ ეს არის მომავალი თაობა, ეს არის ის თაობა, რომელმაც შემდგომ უნდა შექმნათ ქვეყანა და განავითარონ მათი მისი წინსვლა. ძალიან მიხარია, რომ მარნეულის ერთ-ერთ სოფელში გაიხსნა ესეთი კიდევ აღდგენილი სკოლა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მადლობელი ვარ კომპანია სოკარის და ყველა ჩვენი მეგობარის, რომელიც გვეხმარება, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი განათლება და განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაჩქარებული ტემპებით მოხდეს მარნეულში. Sokar burada rolun nedeni barat idi.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით კომპანია სოკარი სპორტული, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს აშენებს. საქართველოში ჩვენი მხრიდან აშენებული სკოლებიდან ერთ-ერთი ალგეთის სკოლაა. სკოლის კოლექტივს და მოსწავლეებს წარმატებებს ვუსურვებთ. წლების მანძილზე ჩვენი სკოლა გასარემონტებელი იყო. არც სახურავი ჰქონდა და არც იატაკი. ახლა გპირდებით, რომ ახალ სკოლაში კარგად ვისწავლით. მარნეულის კულტურის სახლმა ცნობილი ფოლკლორისტის გოგი ქუთათელაძის მუსიკა ქართული ხალხური საკრავებისთვის წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. ავტორის განცხადებით წიგნი ყველა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი, რის შექმნასაც 25 წელი მოანდომა. პრაქტიკა მაჩვენა, რომ ძალიან ძნელი იყო. ფაქტურად ლიტერატურა არ არსებობდა ამ საკრავებზე შესასწავლად. და ძალიან ბევრს სწავლობდი მეც და ჩემი კოლეგებიც. ამდენად არის ეს მნიშვნელოვანი და გაუიოლდათ. ეხლა რუსთავში ფაქტიურად ამ სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობენ და სწავლობენ უკვე. დაკვრას და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ აი ხალბატონ ნინოს დამსახურება არის ის, რომ მოინდომა ქვემო ქართლის რაიონებშიც ამ წიგნით ხელმძღვანელო. საბედნიეროდ გავაკეთეთ ისე, რომ უცხო ენაზეც არის. ეს უკვე მოინდომეს უცხოეთში მყოფმა ქართულმა სათვისტომოებმა და თვითონ უცხოელებმაც, ვინც ქართულ სიმღერასაც სწავლობს და ინსტრუმენტებსაც. ფოლკლორულ საღამოს სხვადასხვა რაიონიდან მოწვეულ მრავალ რისხვალ მსმენელთან ერთად სამუსიკო სკოლების პედაგოგებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით სახელმძღვანელო მაღალი დონისაა და მის საომავლოდ პრაქტიკაში გამოყენებასაც გეგმავენ. საღამოს ორგანიზება კი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ და მარნეულის კულტურის ცენტრმა უზრუნველყო. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს სამხარეო ადმინისტრაციას ამ პროექტს მხარს უჭერს გუბერნატორი ბატონი დავით კირკიტაძე. თუ კი აღმოჩნდებიან სურველები, ბავშვები, მშობლები, რომ შეისწავლონ დაკვრა ქართულ ხალხურ საკრავებზე, ეს არის სალამური, ეს არის ჩონგური, ეს არის ფანდური. ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ. ეს ითვალისწინებს ვთქვათ სამუსიკო სკოლის თუ კულტურის ცენტრის ბიუჯეტის გაზრდას, რომ ჩვენ მოვიწევთ უკვე მაღალი დონის პედაგოგებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აი მარნეულში, კონკრეტულად მარნეულში, იმიტომ რომ სტარტი აქედან ავიღეთ, რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა ისწავლოს ქართულ ხალხურ საკრავებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღესდღეობით ამ პერიოდში თანამედროვე მუსიკის განვითარების ფონზე ვფიქრობ, რომ ქართულ ფოლკლორს აუცილებლად უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ადგილი. და ვფიქრობ, რომ აი ამ სახით, რა სახითაც დღეს იყო წარმოდგენილი კონცერტი და საერთოდ რა სახითაც იყო ეს სახელმძღვანელო წარმოდგენილი, რომლის პრეზენტაციაც ახლა გაიმართა დღეს, ეს იყო ძალიან საინტერესო. ამ სახელმძღვანელოთი თითქმის მთელი რუსთავის მთელი რეგიონი სარგებლობს და სასწავლო პროცესი ფაქტურად დატვირთული ამ სახელმძღვანელოს ფონზე და მინდა რომ მიულოცო ეს დღე ბატონ გოგი ქუთათელაძეს და ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გავრცელდეს ეს სახელმძღვანელო არა მარტო ქვემო ქართლის რეგიონში, არამედ სრულად საქართველოს მასშტაბით. ძალიან მოხარული ვარ, თუ ასეთი ღონისძიებები ჩატარდება ჩვენს რაიონში და ჩვენი რაიონის ბავშვებიც ჩაერთვებიან ამ ღონისძიებებში და მოამზადებენ აი ამ მომავალ თაობას ხალხური საკრავებისთვის. ძალიან მომეწონა ეს ღონისძიება, მომავალში ამ წიგნის ყიდვას ვაპირებ და ძალიან მინდა რომ ვისწავლო სალამურზე დაკვრა. ფოლკლორულ საღამოში რუსთავიდან მოწვეული სამუსიკო გუნდებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, სურვილის შემთხვევაში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს სამხარეო ადმინისტრაცია კიდევ არაერთი მსგავსი ღონისძიებით გაანებივრებს. ბაქოში შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან 10 სპორტსმენი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად წარსდნენ. დამაჯერებელი გამარჯვება კი ლომერ ჟორჟოლიანმა მოიპოვა. ახალგაზრდა ძიუდოის წარსულშიც არაერთი წარმატება ჰქონია, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ამ ტურნირში მონაწილეობა და ოლიმპიადისთვის მზადება ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ მიგვეღო მაგ შეჯიბრში მონაწილეობა. წარსულით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ეს ტურნირები არის მოსამზადებელი ოლიმპიადისთვის
ანუ რაც უფრო მეტი ქულები გექნება და რეიტინგში რაც უფრო მაღლა იქნები, ეს უკეთესია ყველა სპორტსმენისთვის. და რავი, ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო მეტი ქულა დავაგროვოთ და ყველა შეჯიბრში მივიღოთ მონაწილეობა. დავიკავე პირველი ადგილი და რავი, გახარებული ვარ.